საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მკვეთრ ზრდას აჩვენებს. დაავადებათა კონტროლის მონაცემებით ბოლო 5 წელიწადში 15-16 წლის ბავშვებს შორის ეგრეთ წოდებული ვეიპების მოხმარება გაორმაგებულია. ელექტროსიგარეტის პოპულარობა მზარდია შედარებით უმცროს ასაკშიც. ვეიპების მავლე ზეგავლენის გათვალისწინებით სპეციალისტები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის კიდევ უფრო გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ. რეკომენდაციებს შორისაა პროდუქციის რეალიზატორთა მკაცრი ლიცენზირებაც. საქართველოსთან ერთად ეგრეთ წოდებულ ვეიპებზე მოთხოვნა მკვეთრად არის მომატებული მსოფლიოშიც. რა საფრთხეს უქმნის ელექტროსიგარეტი ადამიანის ჯანმრთელობას და რა ფაქტორები განაპირობებს მავნე პროდუქციის პოპულარობას. მარიამ აფციაურიგი ამბობთ. ელექტრონულ სიგარეტში არის ფორმალდეჰიდი და ფორმალდეჰიდი ეს აღიარებული შხამია. ტოქსიკოლოგ მარინა გიორგობიანისთვის, როგორც სპეციალისტისთვის, ჯანმრთელობაზე ელექტრონული სიგარეტის მავნეს ზეგავლენა ეჭვს არ იწვევს. მისი თქმით, აუცილებელია ეს ფაქტი მოსახლეობამაც გაიაზროს. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, რომლებშიც ამ პროდუქტის მოხმარების სტატისტიკა საგანგაშოდ იზრდება. სპეციალისტების ინფორმაციით, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები, რომ ელექტროსიგარეტი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით უსაფრთხოა. თუმცა ტოქსიკოლოგები აცხადებენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი. არომატიზირებული სითხე, რომელიც პოლიგლიკოლს და გლიცერინს შეიცავს, ცხელდება, რაღაც გარკვეული დანამატებიც აქვს და წარმოქმნის საკმაოდ სერიოზულ ტოქსინებს, ანუ შხამებს, რომლებიც ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ახდენენ. ის მინარევები და ის ნივთიერებები, რომლებიც ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დროს წარმოიქმნება, აზიანებს პირველ რიგში პირის ღრუს ლორწოვან გარსს. შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქის სისტემის დაზიანება, ფილტვების დაზიანება და უფრო მეტად საშიშია ის, რომ თქვათ გლიცერინი მაგალითად ხომ გარდაიქმნება გახურების შემდეგ ისეთ ნივთიერებებად, რომელიც კანცეროგენურია. ანუ ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის რისკებს ზრდის. ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მასშტაბები მთელს მსოფლიოში შემაშფოთებელია. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევითაც დადასტურდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის სულმცირე 15 მილიონი ბავშვი ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულების ახალ ტალღას წარმოშობს. ანგარიშის თანახმად, პლანეტაზე ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოზეა დამოკიდებული. ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში მათ შორის საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი შემცირებულია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით თამბაქოს ეპიდემია დასრულებისგან შორსაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში მწვერვალთა წილი მოსახლეობის 26%-ს შეადგენს. განსაკუთრებით საგანგაშოდ მაღალ ციფრს მიაღწია ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობამ, მათ შორის ახალგაზრდებში. აქ გვაქვს მატების ტენდენცია ელექტრონულ სიგარეტებს რაც შეეხება და გაორმაგდა თითქმის 2019 წელსა და 2024 წლის მონაცემებს თუ კი შევადარებთ, 15-16 წლის მოზარდებს შორის ელექტრონული სიგარეტების მოხმარება გაიზარდა ორჯერ. იყო 7% 2019 წელს და ეხლა 2024 წლის მონაცემებით ეს პადი არის ესეთი ევროპული კვლევა, მათი მონაცემებით არის უკვე 15%. ეს უკვე ეპიდემიის ზღვარს მიუნიშნებს. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი უკვე მე-7 წელი აკრძალავს მოწევას საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. ასევე იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება. თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა ეხება როგორც თამბაქოს, ისე ელექტრონულ სიგარეტებს და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს. თუმცა ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში წესები უფრო ხშირად ირღვევა. ალიანსმა მოამზადა ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს თამბაქოს რეალიზატორებისთვის ლიცენზირების შემოღებას, არომატების გამოყენების აკრძალვას და სხვა რეგულაციებს. ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველო თამბაქოს მოხმარების კიდევ უფრო გამკაცრებულ კანონმდებლობას მიიღებს.